სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა. მე გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დიდი მარხვის ნახევარი გავიდა უკვე და ვინც ჯეროვნად იმარხულა, ესე იგი თავს იკავებდა არასამარხო საკვებისგან, ცდილობდა თავი შეეზღუდა და თავი შეეკავებინა საკვების რაოდენობის თვალსაზრისითაც, ვინც ებრძოდა თავის მამნე ჩვევებს, ვნებებს, ცდილობდა უარი ეთქვა სხვადასხვა გვარ სიამოვნებებზე და გართობაზე. ესე იგი, ვინც იმარხულა კარგად და პატიოსნად, შეუძლებელია რომ არ ეგრძნო. გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება, ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან. ვინმე შეიძლება სულმოკლეობას დაეუფლოს და იფიქროს, რომ მის ძალებს აღემატება ასეთი მარხვის ბოლომდე მიყვანა. აი ამიტომ წმინდა ეკლესიამ ჩვენს გასაძლიერებლად და გასამხნევებლად გვაძლევს ასეთ ნუგეშს, საზეიმო თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებს უფლის პატიოსან ჯვარს, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ, რომლის წინაშეც ვიჩოქებთ, ვემთხვევით და ვგალობთ, ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ, უფალო და წმინდასა ადგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, დღეს აღსრულდა წმინდა დავით მეფის წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: თაყვანის ვცეთ ადგილსა, სადაც დასდგეს ფერხნი უფლისანი. აი დღეს ხარობს და ზეიმობს მთელი ეკლესია, ვინაიდან როგორც ოდესღაც უდაბნოში გველებისგან დაკბენილი ებრაელები გადაურჩებოდნენ სიკვდილს, როდესაც შეხედავდნენ სპილენძისგან დამზადებულ გველს, ასევე დღესაც ვის ნახევარი მარხვა გაიარა და ჯვარს ეხება, მოაკვდინებს სულიერ გველს და ღებულობს უკვდავებას. და როგორც მარხვით და თავშეკავებით ასეთი ადამიანი თანაზიარი გახდა ქრისტეს ვნებების, ასევე თანაზიარი ხდება მისი აღდგომისაც. აი წმინდა იოანე ოქროპირის დიდებული სიტყვები. რატომ ვცემთ თაყვანს ჩვენ პატიოსან ჯვარს? პირველ რიგში იმიტომ, რომ ვიხსენებთ იმას, იმ მოვლენას, რაც მოხდა ჯვარზე. რომ უფალი იესო ქრისტე საშინელი ტანჯვების შემდეგ თავისი ნებით მოკვდა ჯვარზე ჩვენთვის, ცოდვილებისთვის. ბევრჯერ მომხდარა, დღესაც ხდება, რომ ადამიანები კვდებიან ახლობლებისთვის, სამშობლოსთვის, ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ არავის სმენია, რომ ადამიანი მომკვდარიყოს ბოროტ მოქმედისთვის, ტრისთვის და ცოდვილისთვის. აი სწორედ ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ. იგი ნეფსით მოკვდა ჩვენთვის, დამნაშავეებისთვის და ცოდვილებისთვის. აი ასეთი
8 წელი აღსრულდა ძვირფასო ძმებო და დებო ჯვარზე. და როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და როდესაც თაყვანის ვცემთ წმინდა ჯვარს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოდნავი სიყვარული მაინც მქონდეს, რომ მისხალი მაინც მქონდეს აი ასეთი სიყვარულის, რომ ტრისთვის და ბოროტმოქმედისთვის თუ ვერ შევძლებთ სიკვდილს და თავდადებას, ის მაინც შევძლოთ, რომ უფლის გულისთვის თავი შევზღუდოთ ცოდვებში. როცა ჩვენ პატიოსან ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც. იმიტომ რომ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა ამით. მაგრამ სწორედ ამის შემდეგ მკვდრეთით აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. და აი ჩვენი იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც. და რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, რომ ყველას შეუძლია ესეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. და აი მაშასადამე, როცა ჩვენ თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის 8 წელს. აი ამრიგად, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჯვარი არის ორი სახის. ერთი არის ნივთიერი, რომელიც მზადდება ხისგან, ლითონისგან, ძვირფასი ქვებისგან და ასე შემდეგ. და მეორე არის არანივთიერი, რადგან ის არ შედგება ნივთიერებისგან, არამედ იმ ადამიანის რწმენისგან და შინაგანი განწყობისგან, ვინც ისახავს პირჯვარს. აი ასეთი ჯვარი, ძვირფასო ძმებო და დებო, გვიცავს ჩვენ ძილშიც, ღვიძარებაშიც და გვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან. აი ამიტომ ვცემთ ჩვენ თაყვანს წმინდა და პატიოსან ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის კვირას, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ მეუფეო და წმინდასა ადგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.